მეხუთე ადგილი დაიკავა, ანუ ბრინჯაოს ფინალი წააგო. აბდალაძე ევროპის ჩემპიონიც არის ჭაბუკებში. მე გეტყვით, რომ ფინალამდე, ანუ ღონიაშვილი ჩაერთო ტურნირში მეოთხედ ფინალიდან, აქ მონაწილეთა სიმცირის გამო საკვალიფიკაციო ეტაპიდან პირდაპირ მეოთხედ ფინალში აგრძელებდნენ გამარჯვებულები ბრძოლას. ღონიაშვილი განთესილი იყო და მეოთხედ ფინალიდან ჩაერთო, სადაც იმავე მამულაშვილს მოუგო და შემდეგ ნახევარფინალში მარსაგიშვილი დაამარცხა. რაც შეეხება აბდალაძეს, აბდალაძე საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე ჩაერთო და ნიკა მინჯორაიას მოუგო თავდაპირველად, შემდეგ დაამარცხა და აჯობა მან მხეიძეს, ხოლო ნახევარფინალში ღამბაშიძესთან იმარჯვა, საბა ღამბაშიძესთან. დაიწყო ჩვენი შეხვედრა, სადაც პირველი წუთიც უკვე გადის და უკვე უახლოვდება დასასრულს, ჯერჯერობით შეფასება არ გაკეთებულა და ლურჯი ფორმით მოასპარეზე აბდალაძეს აძლევენ მსაჯები. შენიშვნას მოუწოდებენ მას გააქტიურებისკენ. თუ ამას არ იზამს, რამდენიმე წამში უკვე თვითონ მიიღებს მეორე გაფრთხილებას და ჩაურთავენ 30 წამიანს. ჯერჯერობით სურათი არ იცვლება შეხვედრისა ზონის ცენტრში. ჭიდაობს ორივე, ჭიდაობენ დგომში. დაბალ დგომში გადავიდნენ და მაგრამ ისევ გასწორდნენ ფეხზე. გაცდილობენ მოუძებნონ ერთმანეთს სუსტი წერტილი შევიდნენ ნილეთზე და აი უკვე ახლა 30 წამიანი ჩაურთეს აბდალაძეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ 30 წამის განმავლობაში მან უნდა მოიპოვოს ქულა, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მეტოქე მიიღებს ერთ ქულას. იწუვეს 30 წამი და დაწინაურდება შავშანური ჩემპიონი. დაწინაურდა უკვე. ისი აბდალაძის პასიურობაც, მაგრამ ცოტა ღონიაშვილსაც ცოტა მეტი ხო არ მართეს, მაგრამ შესაძლოა ის მეორე პერიოდისთვის ინახავს მთელ ენერგიას და მთელ თავის არსენალს, ამაში გასაკვირიც არაფერი არ არის, თანამედროვე წესები იძლევა ასეთი ლავირების საშუალებას. ნახევარი წუთი სამედიცინო პაუზა არის, რომელიც სჭირდება ღონიაშვილს. ნახევარი წუთი რჩება პირველი პერიოდის დასრულებამდე, ჯერჯერობით ღონიაშვილი იგებს 1-0-ს მეტოქის პასიურობისთვის დასჯის ხარჯზე. სულ 4 წუთი არის გამოყოფილი სამედიცინო დახმარებისთვის. აქ ახლა ამდენიც არ დაჭირდება ღონიაშვილს. ანუ სულ მალე უნდა განახლდეს შეხვედრა. დატოვა ექიმმა ლეიბი და გრძელდება ჩვენი შეხვედრა. გიორგი ღონიაშვილი, დავით აბდალაძე 61 კილოგრამის ფინალი. პირველი პერიოდი უახლოვდება დასასრულს, 24 წამი რჩება და 1 ქულას იგებს გიორგი ღონიაშვილი, ყოველი სპორტსმენი. აი ახლა წავიდა შეტევაზე, კარგადაც შეკარახალები ჯვარზე. თუმცა ჯერჯერობით 13 წამი აქ აყვანას ვერ ახერხებს. ორივე სპორტსმენს ნახევის ბოლომდე 1-0 მორჩება როგორც ჩანს. აქედანაც ფეი არ გამო. ახლობით იგივე სიტუაცია განმეორდა, რაც იყო აი რამდენიმე წამის წინ და დასრულდა კიდევაც პირველი პერიოდი. დავველოდოთ მეორე პერიოდს, რომელიც 30 წამში განახლდება. დავით აბდალაძის ერთ-ერთი კონსულტანტი გახლავთ გოჩა კირკიტაძე. ესეც ეროვნული ნაკრების წევრი იყო ერთ დროს. ნაცელი ლიხნის ცენტრს მაინც არა ართვად ბოლო ორი
და 3 ოლიმპიური ციკლიც არა. ნახოთ რა დაიგებს შეგვიძლია მცველებისგან და ვინ უფრო უკეთესად გამოიყენებს ამას. დაიწყო მეორე პერიოდი, დაიწყო ღონიაშვილის ესეთი მიტოვები, თუმცა ფეხი კარგად აუიღო ეხლა მას ქუთაისელმა მეტოქემ აბდალაძე. თუმცა კარგადაც მიიღო დაცვითი პოზიცია ღონიაშვილმა, მაგრამ ამან არ უშველა. ფლობსები გადაატრიალა ხო ზურგით გაიარა. კი ბატონო. ორი ქულა მიიღო აბდალაძემ და შემდეგ ორი მიიღო ღონიაშვილმა იმის გამო კონტრილეციის ვერ შევამჩნიე აქ. ღონიაშვილის ხვიდან უბრალოდ ზემოდან მოექცა 3-2-ია ფაქტია, ანგარიში არავინ არ აპროტესტებს, ორი ქულა აიღო აი მეტოქის გადატარებისთვის აბდალაძემ და შემდეგ ზემოდან დარჩა მაინც ღონიაშვილი 3-2, ანუ რეალურად არაფერი არ შეცვლა ამით. გარდა იმისა, რომ ჭიდაობა გამოცოცხლდა. ღონიაშვილი ისევ ფეხში შევიდა აბდალაძე, თუმცა არ შეუშვა ღონიაშვილმა და კარგი კონჩეტევით ეს უკვე კონჩეტევა იყო ღონიაშვილის, რომელიც ორი ქულით შეფასდა 5-2. ახაც კარგად დაისვა თავი ღონიაშვილმა, ესე დროზე ჩაჯდა და შემდეგ თავად გამოატრიალა მეტოქე. აპროტესტებენ ქუთაისელები. ნახოთ აი ამ განხილვას რა შედეგი მოხდება. რა გადაწყვეტილებას გამოიტანენ საჯები. აი თვალი მივადევნოთ ეხლა ამას. წეგან ნაძვა ჩვენს ბოლომდე და აბა ეხლა ნახოთ. იგივე ჩაჯდება ღონიაშვილი და ამოატრიალებს. და ცალიბეჭი ჩიახო ხალიჩას აბდალაძე. ვერდიქტი ჯერ არ აქვს, განხილვა მიდის. ჯერჯერობით ისევ თათბირობენ საჯები და კი ბატონო ორი ქულა დაუტოვეს ღონიაშვილს. შესაბამისად ეხლა ფსიქოლოგი გახდება ანგარიში ამ გაცუდებული პროტესტის გამო. 6-2, თუმცა ჯერ ბევრია საჭიდაო თითქმის 2 წუთი. კიდევ ერთხელ შევიდა აბდალაძე და კიდევ ერთხელ შეასრულა კონტრილეთი ღონიაშვილმა ამჯერად 4 ქულიანი. მესამედ გაკეთდა იგივე ბილეთი და განმეორდა იგივე ეპიზოდი. ეხლა მოვარ და ნახოთ თუ დაატრიალებს ჩოგჯენიდან. თუ დაატრიალა წმინდა მოგებათ. ჯერჯერობით ეს ვერ შეძლო საჯවත් წამოაყენა მეტოქეები ფეხზე. აი მეორე პერიოდში უკვე საგრძნობლად გამოიკვეთა ღონიაშვილის უპირატესობა იმის მიუხედავად, რომ აქტიურობს და ცდილობს ნამდვილად აბდალაძეც. განახლდა ისევ შეხვედრა და ცდილობდა ხა შემოვლას ღონიაშვილი ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებს შეხვედრა კვლავ თქომში გრძელდება ზონის ცენტრში არიან მოჭიდავეები შაშვის ცდილობა ჰქონდა აბდალაძეს მაგრამ არ შეუშვა ღონიაშვილმა ძალიან მარტივად დაიცვა თავი და
ეს შესვლას გააკონტროლა სამეჯერ ღონიაშვილმა. მედიცინ მომენტოქის ბოლო შესვლაზე 4 ხულიანი ლეთი გაუკეთა. გაფრთხილება მიიღო ეხლა ღონიაშვილმა 10-3 გახდა ანგარიში. რეაქციაც კარგი ქონდა ღონიაშვილს გამოუსხდა ფაქტიურად დაკარგული ქონდა ორი ხულა, მაგრამ სისწრაფეში აჯობა მეტოქეს და აქაც აირიდა ქულების დაკარგვა 10-3-25 წამი. ინარჩუნებს ტიტულს, ასე ჩანს, გიორგი ღონიაშვილი და მეორე ოქროს მედალი მიდის ყვავილში. 16 წამი დასრულებამდე მხოლოდ ანგარიში 10-3 გახლავთ. ესეთი ჭიდაობა რომელიც ქვედა ორწონაში ორივე ჩემპიონი გახდა ყვავლელი. უშუში რობერტ დინგაშვილი 57-ში და 61-ში გიორგი ღონიაშვილი. ძალიან ემოციურად გამოხატავს ღონიაშვილი ამ გამარჯვებას, გამარჯვება ყოველთვის ასე ამოვნო ბუნებრივია, თუმცა მისთვის არ არის ეს შეგრძნება უცხო. ამდენად შეგვიძლია უკვე ვთქვათ, საპრიზო სამეული